საარჩევნო ადმინისტრაცია მე-12 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც ჩვენ საერთაშორისო კოლეგებთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა განვიხილოთ და გაუზიაროთ ერთმანეთს მნიშვნელოვანი საარჩევნო გამოცდილება სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში განსახილვად თემებს წარმოადგენენ დეზინფორმაციასთან გამკლავება და საარჩევნო ტექნოლოგიები, რომელიც დღეს ყველასთვის საერთო გამოწვევას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მასშტაბურობიდან და საკითხებთან დაკავშირებით გამოხატული ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საკითხები არა მხოლოდ ქართული საარჩევნო ადმინისტრაციის, არამედ მსოფლიოს საერთო გამოწვევას წარმოადგენს. დღეს მნიშვნელოვანი კონფერენცია იმართება, სადაც მოწვეულები არიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ევროპული ქვეყნები და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები და ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან არჩევნების ჩატარებაზე და ამავდროულად ხდება ქართული კარგი გამოცდილების გაზიარება მათთვის და მათი საკითხების მოსმენაც. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ კომისიების დონეზე სხვადასხვა ურთიერთობები იყოს კვლავ მაღალ დონეზე გამართული, როგორც წარსულში ეს კარგი გამოცდილება არსებობდა. ამავდროულად ჩვენი ქვეყნისთვისაც ეს მნიშვნელოვანი, რომ კიდევ ერთხელ ფართო საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია, რომ გამართულად ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ყველა მოქალაქეს საქართველოში აქვს შესაძლებლობა, რომ თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი აზრი, თავისი არჩევანი. ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, ვინაიდან ეძღვნება საარჩევნო უფლებას, კონსტიტუციის გათვალისწინებულ უფლებას და სახალხო დამცველის როლი, ჩვენი ოფისის როლი ამ შემთხვევაში იყო და რჩება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად ჩამოსული არის უამრავი სტუმარი სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ასევე აზიარებენ თავიანთი ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა თუ მიღწევების შესახებ ინფორმაციას და ძალიან კარგია, რომ ეს კონფერენცია ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის დეზინფორმაცია და სიძულვილის ენა. ეს არის ის გამოწვევები, რომელსაც უმკლავდება საქართველო, ცდილობს რომ გაუმკლავდნენ სხვა ქვეყნებიც, მაგრამ პრობლემები რჩება პრობლემებად და რა თქმა უნდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის როლი, ისე როგორც სახალხო დამცველის როლი, ისე როგორც ყველა სხვა ინსტიტუციის როლი, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების როლი განუზომლად დიდია იმისთვის, რომ ამ პრობლემის დაძლევა მოხდეს. ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისთვის და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, რაც უკავშირდება საარჩევნო პროცესებს, ელექტრონულ და სანდო არჩევნებს. ეს რა თქმა უნდა გახლავთ საქართველოსთვის პრიორიტეტი და ამ პროცესში იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს აქვს განსაკუთრებული როლი, ვინაიდან ჩვენ გამუდმებით მუშაობთ იმისთვის, რომ საარჩევნო სიები იყოს ზუსტი